გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდით აკვარიუმის ვიდეოებზე და აკვარიუმის არხზე, რომელიც მინდა გთხოვთ რომ გამოიწეროთ და დაალაიქოთ ეს ვიდეო აუცილებლად და ჩვენ გვექნება ჩვენი აკვარიუმების მიმოხილვის ვიდეო. ნახოთ როგორ არიან ჩემი ლიფსიტები, რომლებიც საკმაოდ ბევრი არიან და ასევე ჩემი მთავარი აკვარიუმი როგორ გამოიყურება. ნახეთ აქ რა ხდება. სხვათა შორის ეხა წყალი გამოვცვალე და მაგიტომ გადავწყვიტე რომ ასე ვთქვათ ვიდეო ჩამეწერა რა. ეს ფესვები მოვიტანე, რომელიც საკმაოდ ზემოთ არის ძირება, ნახე აი ძალიან ძლიერი არის რა. პატარა ქვაკი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ესე მომიწევს ყოფნა. ასევე ერთ თევს მკურნალობ, რაც ძალიან ცუდი არის. ლიფსიტებს გაჩვენებთ. ძალიან ცუდად არ არის. საჭმელს ჭამს რა. ეს არის ის აკვარიუმის დედოფალი, ასე ვთქვათ რა. აი. ასე გავაკეთოთ. აი. დავიწყოთ ამის წყლის გამოსვლა. მეტრონიდაზოლს ვუკეთებ 24 საათში ერთხელ. შეიძლება დღე-ნახევარში ერთხელ მოკეთოთ. სამჯერ გავუკეთეთ. მას ვთავთ. აკვარიუმში შემომჩნია რომ ძალიან პასიური იყო და საჭმელს თითქოს აღარ ჭამდა, აღარ გამოდიოდა, ნუ აშკარად ცუდად იყო, მაგრამ ეხლა მე მგონი თითქოს იხოდება რა. და ალბათ 10 დღიან კურსს გავუკეთებ და კარგად გახდება რა. ერთი თევზი მომიკვდა. მოგიყვებით მაგაზე. მოკლედ აქ აკვარიუმებში ძალიან სივიწროვე მაქვს რა. და აქ რო გავიარე ეს ლიფსიტები ძალიან ერთად შეჯგუფდნენ, რომლებიც ესე საინტერესო ძალიან ლამაზად გამოიყურებიან. ზოგადად ჩაგახედოთ. ოპა. ხო, ესენი იზრდებიან კარგად რა. მოკვდი, დავიღალე. მოდი გაყურებინებთ ეხა აკვარიუმში რა ხდება. ცოტახანი გავაჩერებ და ჩავასხავ ინკუბატორში. ხა ვუცვლი ამას წყალს, ლიფსიტებს, როგორც ვნახე, ერთი ლიფსიტა იყო მკვდარი, გადავაგდე და დაბლა არის ცოტა ჭუჭყი და ოდნავ წყალს გამოვუცვლი რა. და აი ეს ჭუჭყი რო აღარ დაგროვდეს, რაღაცას გავაკეთებ რა. მე ცალი ხელით თან ვიღებ, თან წყალს ვუცვლი. ნახეთ. So, გავწყდი წელში, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ წყალი გამოცვლილია. სახურად დავაფარებ. და ეს ხეც ალბათ გაიჟღინთება წყლით. დავაფარეთ. წყალი ალბათ გაჟღენთავს ამას და ჩაიძირება. აქაც წყალი გამოვუცვალეთ, დავაკრიალეთ, მაგრამ ეხ გავაკეთებ ერთ რაღაცას რა. აი აქ ხო ხედავთ?
ამას. Oh shit. So, ამათაც მივხედე რა. ესე იგი, ფილტრი ჩავუწი აქ, რომ დაბლა რაც ნაგავი დაიყრება, თვითონ მოწრუპოს, ასე ვთქვათ რა. ანუ ბიოლოგიური ფილტრი არ უნდა იწოვდეს ნაგავს და ექსპერიმენტებს, მაგრამ არა უშავს. აი ასე არიან მიჭკუნულები, შეშინებულები. ხო, ალბათ ერთი 25 ლიფსიტა მომიკვდა რა ჯამში. თუმცა არ არის ხა ბევრი იყვნენ რა. რაღაცეებში ვერ აუწყე ხელი. იცით რა იყო ფარში ვაჭამე, რომელსაც ჰქონდა ცოტათი მეტი ნიორი თუ არ ვწდები რა. და მე მგონი ეგ ვერ გადაამუშავეს კარგად ცოტა დასაწყისში და მაგან დახოცა თავიდან. და სანამ მივხვდი. მე ისევ არტემიაზე შევსვი, ეხა არტემიას საერთოდ აღარ ვაჭმევ, იმიტომ რომ აი ტვინი გაიბურღა, იმდეს ჭამენ, ძროხები ვით არიან და ეხა უკვე ფირფიტებს ვაჭმევ. დისკუსის ფირფიტები მაქვს გამოწერილი, ნუტრი დიეტა და მაგას ვაჭმევ რა. თუმცა ცოცხალზე უნდა იმას მოტილსაც ვაჭმევ ხოლმე ხანდახან რა, დღეში ერთხელ შეიძლება 2 დღეში ერთხელ. დავიღალე. მაგრამ სასიამოვნოდ. ეს აქ არის ცოტა დასტრესილი. ესენი აქ. აი ასე გამოიყურებიან ჩვენი დისკუსები. რომლებიც დაახლოებით 40 ცალი უნდა იყოს რა, 30 მაინც. ბევრი თავიდან. მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. თულია მომents. არა მე ვერ ვიყიდა. სიცილია და ამბები და რაღაცები და ვერ მოვუყდი. აქ რა ხდება? აი ეს არის ჩემი გასტილი. და აი ამან მე მგონი იქვეითა. საკაიფოები არის. ბევრი ვერ გავზარდე, პირველი მინდა რა ქვია. აი ერთი იქითაც არის. პირველი თაობა არის, რომლის დედაც დაიბრუნდა. ეს ლამაზი მყავს მოყვანილი, ძალიან ლამაზია. მე მგონი არ ვიცი ეგ რა სქესის არის. დეტალი მგონი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, შეიძლება მამალია რა. აი ეს ძალიან ლამაზია. და ეს ჩვენი მამალი, ისიც არ ვიცი რა სქესია. წითელი. ალბათ მაინც მამალი. არ ვიცი, რაც არა ვქვით და დებელი იქამდე ვერ გაიგება ამათ სქესს. ეხლა საჭმელი უნდათ და იმიტომ არიან მოსულები.